მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ბოლო პერიოდში თითქოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ საზოგადოებამ შედარებით მიივიწყა ამ კონკრეტულ საკითხზე აქცენტის გაკეთება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ასეთ დროს ვიცოდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. საუბარია პოლიტიკოსების სხეულის ენაზე, თუ რას მოგვითხრობენ ისინი კონკრეტული ჟესტებით და არა მხოლოდ და ყველაზე საინტერესო, რაზეც დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ, ეს ციფრულ სამყაროში კიბერუსაფრთხოების კუთხით ამ მიმართულების განხილვა. სწორედ ამიტომ ჩვენი გადაცემის რესპონდენტი გახლავთ ლაშა პატარაია, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და кейსის დამფუძნებელი. დიდი მადლობა ლაშა იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი. მადლობა მოწვევისთვის. და მოდი დავიწყოთ ასე. დღეს ძალიან ბევრს ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და როგორც აღვნიშნე, ცოტათი თითქოს მივივიწყეთ საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, თორემ ეს საკითხი პოლიტიკაში და ამ მიმართულებაში არასდროს რჩება ყურადღების მიღმა, მით უმეტეს ექსპერტების მხრიდან, მაგრამ საზოგადოებამ რაღაცნაირად ვფიქრობ, ცოტათი გვერდზე გადადო პოლიტიკოსების სხეულის ენაზე საუბარი და ამ ყველაფერზე დაკვირვება. ეს რამდენად შეესაბამება რეალობას და რა განაპირობებს ზოგადად მსგავს ცვლილებებს? იცი რა, ყურადღების გადატანა ბევრ რამეზე მოხდა, ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, ტექნოლოგიებზე, ინფორმაციაზე, დეзინფორმაციაზე, პროპაგანდაზე და ყველაფერი იმ ინფორმაციულ ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ აქტიური ფსიქოლოგიური ოპერაციების ზემოქმედების ქვეშ და აქტორები ამ ფსიქოლოგიური ოპერაციების მიღმა არ არის ერთი ან ორი, თუნდაც ადგილობრივი პოლიტიკური მხარე ან გუნდი. ბევრი საშუალება გვაქვს ინფორმაციის მიღების და ეს საშუალებები ნაცვლად იმისა, პარადოქსალურია, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გვეხმარებოდეს, რომ უფრო მეტად ინფორმირებულები ვიყოთ, საზოგადოებისთვის ეს არის უფრო დამაბნეველი და უფრო აქცენტები, რაზეც კეთდება, ეს ყველაფერი არის მართული და ხშირად ადამიანები თავად არ წყვეტენ, რას მიაქციონ ყურადღება. ჩვენ ვცხოვრობთ ყურადღების ეკონომიკაში და ამ ეკონომიკაში მთავარი ვალუტა თავისთავად არის თქვენი თვალები, თქვენი ყურები, თქვენი ყურადღება მარტივად რო ვთქვათ და უმსხვილესი კორპორაციები, მათ შორის სპეცსამსახურები, უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ იმისათვის, რომ თქვენი ყურადღება ბუკვალურად ამ სიტყვის მნიშვნელობით მართონ. შესაბამისად, ხო, ის რითიც ჩვენ გავზომავდით აქამდე ტყუილს, ავთენტურობას, ვესტებოდი დაგვენახა იმის მიღმა, რაც უბრალოდ გვესმის. ეს არის სხეულის ენა ამ შემთხვევაში, ეს მთავარი ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა, უკანა პლანზეა გადატანილი და განიარაღებულია საზოგადოება. თუმცა შეგვიძლია თუ არა, რომ სხეულის ენა მივიჩნიოთ ინსტრუმენტად, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას და გარკვეულწილად შეიძლება, რომ იარაღიც იყოს ეს საზოგადოებაზე ზემოქმედების. ცალსახად არის კიდეც ეს ინსტრუმენტი, ეს რეალურად არის გავლენის კონკრეტული მოხდენის საშუალება. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ პოლიტიკოსები და პოლიტოპერები, მოდი ასე ვთქვათ, ზოგი იმიჯმეიკერს ეძახის ამას, მაგრამ ძალიან ბევრი რამ იგეგმება პოლიტიკოსების ცხოვრებაში და ხშირად ის იმიჯი, რასაც ჩვენ ხედავთ, სრულიად მართული, შექმნილი, არააუთენტური, შესაბამისად ყალბი და კონკრეტულ ნარატივს ემსახურება ეს იმიჯი, რასაც ჩვენ უყურებთ და ზუსტად ამიტომაც, რომ სხეულის ენა არავერბალური კომუნიკაცია ეს არის იარაღი როგორც პოლიტიკოსების, ისე ბიზნეს ოუნერების, ნებისმიერი ადამიანის ხელში, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს უმცირე ერთ ადამიანზე და მით უმეტეს ჯგუფებზე და მასებზე, იმიტომ რომ ჩვენი პირველი შთაბეჭდილება, ჩვენი ემოცია, რაც გვიჩნდება პოლიტიკოსზე თუ ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც ხვდებით, უსმენთ და ვაკვირდებით, ხშირად ეს არ არის რაღაც, როგორ თქვა, არ არის გამომდინარე იქიდან თუ რას ვისმენთ. ხშირად ეს არის არავერბალური. ჩვენი კომუნიკაციის 86% არის სხეულის ენა და შესაბამისად, აი როცა გვიჩნდება აზრი ადამიანზე, ნეგატიური ან პოზიტიური, ვართ აღტაცებული რაღაცა ეიფორიის ქვეშ, ხშირად ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები, რატომ მოგწონს ვიღაც ძალიან ამ პირიქით და როდესაც ჩვენთან კურსზე ეს პირველი ცივი შხაპის გადავლება ხდება, ასე ვთქვათ,
და ვაჩვენებთ რაღაცებს, რაც ადრე მათიას თქვათ ყურადღების მათი მიღმა შეიძლება იყო. ყოფილიყო გამოყენებული შტაბ-შტილებები რაზეც შეიქმნათ რეალურად როგორ შეიძლება ყოფილიყო ეს დაკალიბრებული კი ძალიან ბევრ кейსებს გავდივართ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოდული ჩვენ კურსი არის პოლიტიკოსების სხეულის ენა. ჩვენ არ ვასწავლით უცხოური кейსებით, რა თქმა უნდა ვიყენებთ, მაგრამ ლოკალური არის მნიშვნელოვანი, რომ შენ იხემძღვანელო ადგილობრივი ეთნოფსიქოლოგიით. და ძალიან ბევრთვის არის ხოლმე აი ეს პირველი შოკის ეფექტი, რომ აი მაგრამ თურმე აი ჩემი აზრი აფორმირდა აი ამ კონკრეტული რაღაცების გამო. ჩვენ როცა აზრი გვიყალიბდება ვინმეზე ან რამეზე, ეს არის რეალურად ძალიან ბევრი კონკრეტული მიზეზის ერთობლიობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, თიც ვერ ვადებთ, ვერ ხვდებით, რამ შექმნა ეს შტაბ-შტილება, მაგრამ თუ ამას მართავ, შეგიძლია წარმართო, რას იფიქრებენ სხვები შენზე. თავისთავად, იმიტომ რომ ახლა თქვენი საუბრისას ძალიან ბევრი ქართველი პოლიტიკოსი გამახსენდა, რომელსაც ჯერ იმიჯით იხსენებენ და შემდეგ უკვე მისი პოლიტიკური მოღვაწეობით. აღარ დავასახელებ ახლა სახელებს და გვარებს, თუმცა მათ გარეგნობაზე ხშირად გაცილებით მეტი ყურადღება მახვილდება, ვიდრე იმ საქმიანობაზე, რასაც ისინი ეწევიან. ყველგანესია. ყველგან ესია, იმიტომ რომ ხშირად გონიათ, რომ აი პირველი შტაბ-შტილება, მაგალითად, ჩვეულებრივ კომუნიკაციაში იქნება იმით თუ რას ვამბობთ. მაგრამ რეალურად პირველი შტაბ-შტილებაც კი, რომელიც ეს ყველაზე ძლიერი ეფექტია, ხო? ნუ ასე არის მნიშვნელოვანი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ბოლომდე ესე არ არის. ეს იქნება თქვენი დანახვის პირველი წამებით. და აი ამ დროს არის მნიშვნელოვანი, როგორ მართავთ თქვენ სხეულის ენას. თავდაჯერებულობას, როცა ვაკვირდებით, აი არის თუ არა პოლიტიკოს, თქვა ჭირდება რამოდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რომ თავისი თავი დააპოზიციონიროს კონკრეტულ ელექტორატის სეგმენტში. პირველი ეს არის თავდაჯერებულობა. მოდი ესე ვთქვათ, არის ორი მთავარი კომპონენტი, რაც ჭირდება პოლიტიკოს და შესაბამისად ნებისმიერ ლიდერს, მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში პოლიტიკურ კონტექსტზე ვილაპარაკოთ. მოდი მაშინ ასე დავსვამ ამ შეკითხვას, რომ მაყურებლისთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, რომელიც ახლა ფიქრობს შეაბიჯოს პოლიტიკურ სივრცეში, აი რას უნდა მიაქციოს ყურადღება? ორი მთავარი თვისება. ეს არის ქარიზმა და ეს არის ექსპერტიზა. ეს ჭირდება ყველა პოლიტიკოს და ეს ჭირდება ყველა ლიდერს, განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობს ელექტორატში ახლა პოზიციონირებაზე და ახლა უნდა შეიქმნას ეს იმიჯი, ხო? ექსპერტიზა არის, რასაც შენ ვერ წარმართავ ხელოვნურად და ეს არის შენი ბუკვალურად რეზიუმე, CV, ცოდნა, რა გისწავლია, რა გამოცდილება გაქვს, როგორ შეგიძლია გადაჭრა პრობლემები, რა შეგიძლია მართო, ხალხთან როგორი ხარ კომუნიკაციაში, ყველაფერი ის, რაც იცი. ქარიზმა ეს არის ძალიან ნახევრად მისტიკური თემა. ქარიზმაში მოდი გამოვყოთ რამოდენიმე დეტალი. პირველი ეს არის თავდაჯერებულობა. ეს თავდაჯერებულობა, როცა ვამბობთ, იკითხება სხეულის ენიდან, თქო. ეს არის მაგალითად გახსნილი სხეულის ენა. ეს არის ხელისფევნების ჩვენება ხშირად კომუნიკაციაში, რაც არაცნობიერში რამოდენიმე რამეს აკეთებს. პირველი ის, რომ თქვენ ხსნით ყველა არაცნობიერ შიშს მოსაუბრეში ან მაყურებელში. იმიტომ რომ ჩვენი უმეტესობა ჩვენი ქცევის, ჩვენი სხეულის ენის ჟესტების, ასე ვთქვათ, მოდის პირვანდელი ჩვენი ინსტინქტებიდან. ძალიან დიდი ხნით ადრე, როცა ჩვენ ჯერ კიდევ რაღაცა მტაცებლების გვეშინო და გამქობულებში ცხოვრობდით, იქიდან მოყოლებული ჩვენ თავარია რომ დავინახოთ ადამიანს ხომ არ აქვს იარაღი დამალული მაგალითად და რამე ხო არ უჭირავს ხელში. შესაბამისად, ხელების ჩვენება პირველ რიგში მიანიშნებს, რომ უსაფრთხოა ეს ადამიანი. უსაფრთხო ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის არ მატყუებს, არაფერს მალავს, ხელები უკან არ აქვს. ბევრ ამას აქვს მნიშვნელობა, არა მარტო ის, რომ ხელები ჩანს თუ არ ჩანს, არამედ თუ არ ჩანს და უკან რო აქვს ხელები, რა პოზიციონირებით აქვს შეიძლება, ესე კონდეს უკან ხელები, შეიძლება ერთი ხელით მეორეს იჭერდეს და ამ დროს თვითკონტროლის მომენტი არის. ეს არის დამალვა რაღაცების. ანუ ბევრი დეტალი არის, როდესაც ადამიანს რო დაატრიალებს ამ განზომილებაში, ბევრ რაღაცას ვსწავლობთ და ვაანალიზებთ, ხო? შესაბამისად, პირველი ეს არის უხსნი ამ შიშს. მეორე, ეს არის უწრფელობის ასოციაცია საჩენ. აი, როდესაც ხელები გვაქვს გაშლილი და მკერდის სიმაღლეზე, ეს ქმნის არაცნობიერ განცდას იმისა, რომ ადამიანი გულწრფელად საუბრობს. მაგრამ ხშირი შეცდომა რაც არის პოლიტიკოსებში, როცა იწყებენ მათი იმიჯის შექმნას, იწყება მაშინ, როდესაც ისინი იღებენ რაღაც ჟესტებს, მათ ასწავლიან და არ ჯდება მის რეალურ ავთენტურ მეში. და ამ დროს ხდება ხოლმე აცდენა, რომ ადამიანი, რომლის იმიჯი, რომლის არსული რეპუტაცია არანაირ ინდიკაციას არ აკეთებს ექსპერტიზის,
ქარიზმის, რაიმე გავლენის, რაიმე სიმპათიის და უცებ იწყებს ამ ჟესტების როლას, ეს უკვე დისონანსში მოდის და არ მოწონს ეს არავის. ანუ ეს უკვე ფარული აგრესიის. შეიძლება კარგ რაღაცას ამბობდეს იმ მომენტში, მაგრამ ადამიანებს მაინც არ მოწონთ და ხშირად არ ესმით ხოლმე იმიჯმეიკერებსაც სად არის ამის გასაღები. რეალურად ამას შეიძლება ძალიან დიდი მომზადება და პლუს თან პოლიტიკაზე რო საუბრობთ, რაც არ უნდა ჟესტები დააყენო, ავთენტურობა ცოტა რთული ამბავი არის, ხო აქ და სიმართლე. ყველაზე ჩვენთვის საყვარელი სფეროა პოლიტიკოსების ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ ყველაფერი ამის სწავლება და ანალიზი ტყუილის ამოცნობის თემით, შექმნილი პროგრამა სიცრუის თეორია და თავარი თემა იყო აი ეს და ყველაზე მეტი მას თქვა დეტალებით მახსოვს ზოგიერთი, რომელსაც შეიძლება რომ ყურადღება მივაქციოთ, მაგალითად თვალის მიმართულებები და ასე შემდეგ. კი, ზუსტად. და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან ისეთი საინტერესო მასალაა მუდმივად. ეს რაც შეეხება მას, მაგრამ ეხლა ტყუილზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? თავარი ტყუილი პოლიტიკაში არის სწორედ შემოსვლის მომენტიდან, რაც აღნიშნე. საქართველოში პოლიტიკაში ესე არ შემოდიან, რომ აი მე რაღაცა პირობითად სწავლობდი რაღაც თემაზე, მე გავიარე სტაჟირება, რაღაცა პოლიტიკურ წრეებში საქმიანობდი დაბალ საფეხურზე და აი ახლა მე მოვევლინები როგორც პოლიტიკოსი ხო საზოგადოებას. ესე არ ხდება კარიერული ბილდაპი, ანუ შექმნა საკუთარი რეპუტაციის. როგორც წესი, საქართველოში პოლიტიკაში შემოდიან ტყუილით. მაგალითად შეგვიძლია ვთქვა. რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ ხო, არა, თავისთავად. თუმცა ჩვენთან მაგალითად აკადემიაში ველა მთავრობის ყველა წარმომადგენელს არ ვინდობთ არავის, წინასწარ ვამბობ, რომ არავის არ ეწყიროს, პიროვნული არაფერია, უბრალოდ ჩვენთვის ეს არის ექსპერტიზის სფერო, ხო? კარგი, ესე ვიტყვი. საქართველოში, როდესაც ადამიანი შემოდის პოლიტიკაში, ნაწილი ეს არის აქტივიზმის სფეროდან და მე ხდება გადაფუთვა ამ ადამიანების, იმიტომ რომ აქტივისტის იმიჯი სხვა არის და პოლიტიკოსის სხვა, ხო? ანუ ერთი მხარე, მეორე, ერთი მხარე არის ძალიან იმპულსური, ანარქისტული ტიპი, მისი ლექსიკა, მისი ქცევა, მისი სხეულის ენა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ელექტორატში უნდათ ადამიანებს პოლიტიკოსისგან. მეორე, ძირითადი წყარო პოლიტიკოსების არის შენიღბული. ანუ მაგალითად შეიძლება ადამიანმა თავი დააპოზიციონიროს როგორც ქველმოქმედმა, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა, როგორც ბიზნესმენმა, რომელსაც პრობლემები ძალიან ბევრი დაუგროვდა, რასაც უყურებს და ახლა უნდა რომ რასაც ვერ აკეთებდა კერძო სექტორიდან, ის გააკეთოს პოლიტიკიდან. თუმცა მისთვის ხშირად ბიზნესის გაგრძელების მომენტი არის, ანუ ბიზნესის გაზრდა არის პოლიტიკაში გადასვლა სამწუხაროდ, ხო? და სრულიად სხვა ლეგენდები შემოდიან. და ეს ხდება წლების განმავლობაში, ანუ წლებს ანდომებენ, რომ აი ეს ბილდაპი ნელ-ნელა გააკეთონ. პოლიტიკოსები რომლებიც ინიღბებიან და ამას თქვენ ძალიან ბევრს ნახავთ მედიაში, ანალიტიკოსის ექსპერტები ძალიან საყვარელი ლეგენდა არის მათთვის. ლეგენდას იმიტომ ვიყენებ, რომ დაზვერვის თემა არის უქთა. ასევე მედიის წარმომადგენლები, უფლებების დამცველები, ბიზნესმენები, NGO-ს წარმომადგენლები და ასე შემდეგ. როცა ამას აკეთებენ და თქვენთან ასე პოზიციონირებენ, რეალურად ისინი ქმნიან თავიანთ წარმოჩენას მედიაში. ანუ ხალხს აჩვევენ თავს, ასწავლებენ. ხო ისინი პირდაპირ როგორც პოლიტიკოსები ვერ გაიცნობიან ადამიანებს და ესე ფარისეულურად მოძრაობიან ხოლმე პოლიტიკაში. და ამ დროს გაურბით ერთი ჟესტი. ადამიანები, რომლებიც თავს აპოზიციონირებენ როგორც სხვა პროფესიის ან სხვა ინტერესების მქონე პერსონები და რეალურად მათ სურთ იყვნენ პოლიტიკოსები. როგორ ინიღბებიან? ერთი ჟესტი არის, რომელიც ყოველთვის ყველას უვარდება, რაც არ უნდა დაშიფროს თავისი მოტივები და ინტერესები. ეს არის ჩაკეტილი ესეთი მუშტი. ეს ყველა ადამიანს, ვინც პოლიტიკაზე რაიმეს ფიქრობს, აპირებს და უნდა შესვლა, აი მასწორეთ ეს ჟესტი, თუ დაინახავთ ადამიანს და გაგეცნობათ როგორც უფლებების დამცველი, მედიის წარმომადგენელი, ბიზნესმენი, ის უახლოეს პერიოდში შემოაბიჯეს პოლიტიკაში. ეს არ არის ეზოთერიკა, ეს არ არის მაგია. ზუსტი მეცნიერება. ასე იწყებენ? რატომ ხდება ეს? ერთი ვარიანტია, რომ თუ აქვს რესურსი, მიხეილ სააკაშვილს დავასახელებ ამ პოლიტიკურ სახეს, მიხეილ სააკაშვილი გამახსენდა, რომელიც აქტიურად იყენებდა ამ ჟესტს. სააკაშვილის შემთხვევაში და სხვა მოტივი იყო, სააკაშვილს ეს ჟესტი უყვარდა სინამდვილეში. უბრალოდ მე ისწავლა, რომ ეს ნეგატიურია და მოდი ჩავკეტოთო და ესე ჩაუკეტეს და მაინც ეს ჟესტი გამოვიდა. გასაგებია. ეს ცოტა სხვა მომენტი იყო.
მართვის სტილი და ქარიზმის კალიბრაცია მოხდა მისი, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში. ეს ჟესტი ეკიდებათ ადამიანებს, როდესაც image maker-ი მუშაობს მასზე და ასწავლის რაღაცებს. და როდესაც ისინი ეცნობიან ბევრ მასალას, ანუ როდესაც უყურებენ ბლოგებს, ვიდეოებს, დოკუმენტურებს, ტრენინგებს გადიან. ბოდიში ჩაგეკითხებით, რადგან ეს შეგვიძლია რომ ერთ-ერთ მთავარ დაშვებულ შეცდომად მივიჩნიოთ ეს ჟესტი. აქ შეგვიძლია რომ თავად image maker-ების კომპეტენცია დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. აუცილებლად. ეს იგივე თემა გვაქვს, ხო? პოლიტიკოსების პრობლემა, ანუ პოლიტიკის პრობლემა საქართველოში რა მდგომარეობაშია, ვარ და გვაუწყდეს და image maker-ები, რომლებიც ერთ-ერთი მიზეზი არიან ამ პრობლემის. image maker-ები ძალიან ბევრს ცოდავენ, ერთი სკოლა არის თითქმის, რამოდენიმეს გამონაკლის ვიტყოდი პიროვნებების სახით, მაგრამ ახლა არ დავასახელებ, უმეტესობა ეს არის ერთი სტანდარტი, ერთი შაბლონი და მარტივ მაინც გამომივა რომ ვიღაცებს შევეხები, მაგრამ ერთ-ერთი ტრივიალური მაგალითია. ხო, მაგრამ საინტერესოა, მაყურებლისთვისაც უფრო კლასიკური ქართული image making-ის გუნდი ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ აი, მოდი დავგეგმოთ ახლა პოლიტიკოსის შემოყვანა ამ სივრცეში. გავაცნოთ ეს ხალხი, მანამდე რაღაცა ქვემოქმედებებს გააკეთებინებენ, მოატარებენ ყველა სოფელს, ყველა რეგიონს, ყველა კუთხეს. თუმცა სრულიად დისონანსი აქვს, რომ ეს ხალხი არც სოფლებში დადიან, არც მაღაზიებში, ანუ უმეტესობა ესეთი კონტინგენტის, ანუ მოწყვეტილია ამ რეალობას, გაყავთ ამ რეალობაში, შეუქმნიან ამ ბექგრაუნდს, ამ ჩანაწერებს ისტორიაში და მერე ეუბნებიან, რომ მოდი ახლა მიმართე ხალხს. მერე ისმება კითხვა, რომ აი როგორ მიმართოს ხალხს ჩვენმა ლიდერმა, ხო? რა უყვართ ქართულ ხალხს? უყვართ სადღეგრძელოები, უყვართ რაღაცა ესეთი სუფრის საუბრები. ამიტომ მოდი ვათქმევინოთ სადღეგრძელო სტილში. და ამიტომ არის ხოლმე ხშირად, რომ ვიღაცას გამოიყვანენ რაღაცა შავი ზღვის ფონზე, დააყენებენ და სრულიად რომ არ ჯდება მის არანაირ სტილში, ლაპარაკობს თამადასავით, არაფერი პრაგმატული არ იკითხება მის საუბარში. სახელიც მაქედან მოდის, ხო, პოლიტიკური პარტიების, ანუ რო შეხედოთ პოლიტიკური პარტიების სახელი, ანუ ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ ვირჩევთ ჩვენ ქვეყანაში, რამაც უნდა განსაზღვროს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი განვითარება, ჩვენი შვილების განათლება, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი კეთდება, ხო, არჩევნებზე რეალურად რომ ვთქვათ. თელოს თქვენს ყველაფერს ფსონს დებთ რაღაც გუნდზე. და სულ მცირე უნდა იცოდეთ რა პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, როგორ უყურებენ საგარეო პოლიტიკას. ეს ყველაფერი უნდა იკითხებოდეს ბრენდიდან. ფერებიდან, სახელიდან, სლოგანიდან და ამის ნაცვლად ჩვენ გვესმის, რომ აი როგორია ჩვენი სლოგანები, ხო? სახელების რო ვთქვათ, რაღაცა ოცნება, რაღაცა ერთიანი საქართველო, რაღაცა გავბრწყინდებით, სლოგანების ეგ არის რომ გაგვიმარჯოს, ანუ რომ მოხსნათ პოლიტიკური კონტექსტი და ეს სლოგანები და სახელები გავატაროთ ცოტა სხვა ფილტრში, ნახავთ, რომ ჩვეულებრივი სადღეგრძელოების კრებულია. და არაფერი კონკრეტული, არანაირი კავშირი პოლიტიკასთან და ნუ ესე მოკლედ ამუშავებენ მერე ხალხს და ატყუებენ პოლიტიკოსები. ლაშე, იმდენი საინტერესო საკითხი ჩავშალეთ, ჩემი კითხვები რაც წინასწარ მქონდა განსაზღვრული ფაქტობრივად მიღმა დარჩა, თუმცა ერთი რადგან აუცილებლად მინდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის კიბერუსაფრთხოების მიმართულება, რაზეც სპეციალისტი ამ მიმართულებით სწორედ თქვენ ხართ და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ სხეულის ენა თავად ხდება კიბერუსაფრთხოების ნაწილი. გამიგვირდა მართლა ამ თემის წამოჭრა, იმიტომ რომ მიუხედავად ძალიან ბევრი ინტერვიუს და გადაცემის, არავის ეს თემა ჯერ არ დაუკავშირებია ერთმანეთთან. სინამდვილეში ჩემთვის კრიტიკულად დიდი კავშირი აქვს, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი ექსპერტიზის სფერო არის კიბერუსაფრთხოება და დაზვერვა და რაღაცნაირად მე მოხდა ჩემი იზულებით, ამას თავის ისტორია და სხვა დროს მოყვები, გადასვლა ამ სხეულის ენაში, ტყუილის ამოცნობაში, კომუნიკაციებში, მოლაპარაკებების ხელოვნებაში და ასე შემდეგ. ჩემთვის მოტივი არის შემდეგი. ნახეთ, კიბერუსაფრთხოებაში მთავარი არის რევერსული ინჟინერია. ანუ უკუღმა წაკითხვა მოვლენების, მაგრამ არ ჩახვალ რეალურ საბოლოო, ვთქვათ, მიზეზებამდე, მოტივებამდე, ხო? ანუ კიბერუსაფრთხოებაშიც რაღაცა რომ გატეხო, ჯერ უნდა ეს სისტემა შეისწავლო, რევერსულად წახვიდე როგორ შეიქმნა, რა რაბიჯები გაიარა და მერე იწყებ ამის ამოხსნას. ეს არის რევერსული ინჟინერია. ზუსტად იგივენაირად ტყდება ადამიანის ტვინი, როგორც კომპიუტერული სისტემა. ერთ-ერთში. აქაც არის პატერნები,
აქაც არის კონკრეტული ბირთვები, რაც მუშაობს, აქაც არის კონკრეტული პროცესები, რაც მეორდება და ამას ვეძახით ქცევას, ბიჰავიურული ანალიზი და როგორც შეგიძლია მოახდინო გავლენა კომპიუტერულ პროგრამაზე. ახლა ძალიან უხეშად გამომდის და შეიძლება ბევრისთვის ცოტა ის იყოს, როგორ რანაირად, მაგრამ ესეა, ხო? როგორც ახდენ გავლენას, ანალოგიურად ახდენ გავლენას ადამიანზე, ადამიანების ცნობიერებაზე და ამის ძალიან კარგი მაგალითი არის საიოფსი, ფსიქოლოგიური ოპერაციები. ამიტომ აი დაზვერვის ექსპერტიზაც აქ შემოვიდა, ხო? ანუ კიბერუსაფრთხოება დამეხმარა იმაში, რომ რევერსული ინჟინერიით მიუდგომოდით ქცევას და არა უბრალოდ იმით, რომ რაღაცა რა არის კონკრეტული სხეულის ენის ჟესტები და მოდი ესენი გავანალიზოთ და ვასწავლოთ, როგორც ხდება ხოლმე სოფლიოში. არამედ ჩვენ მივუდგეთ ამას როგორც ჰაკერები. როგორ შევახციოთ ადამიანის გონებაში. და მეორე, როგორ მოვახდინოთ გავლენა. უბრალოდ როგორ ახდენენ გავლენას, იმიტომ რომ თუ არ გაიგებთ როგორ მოვახდინოთ გავლენას, გაგიჭირდება დაიცვა თავი ამ გავლენებისგან, ხო? და საიოფსი რომ არის დაზვერვის სფერო არის და მათ შორის სამხედრო აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ადამიანებში გაჩნდეს კონკრეტული აზრი, კონკრეტული ნარატივი. მერე ეს იშლება დეზინფორმაციად, პროპაგანდად, მისინფორმაციად, ბევრი ვექტორი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ამის თავი და თავი, ქვაკუთხედი არის საიოფსი. შესაბამისად, უდიდესი კავშირი აქვს, იმიტომ რომ თქვენი აზრები, რაც ახლა ფორმირდება, ზოგადად საზოგადოებაში, ხო? ეს არ არის შემთხვევითი. ამ აზრების შექმნას, მოდი ასე დავარქვათ, ნარატივის დიზაინი, რომელიც კეთდება, არსებობენ ნარატივის არქიტექტორებიც და დიზაინერებიც და კიდე სხვა როლებიც, რაც ახლა არ გავშლი. და თემა არის ესეთი, რომ მოკლედ ყველაფერი, რასაც თქვენ ფიქრობთ და რასაც განიცდით, რეალურად არ არის თქვენი. ცუდი მოსასმენია, რთული გასააზრებელია, მაგრამ ხო, რასაც ისმენთ, ის აზრები, ის ყველაფერი არის რეალური. მაგალითად, ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარ რაღაცა იმ მატრიცის ფილმის რეალობაში, სადაც აი მორფიუსი როს თავაზობს ლურჯ და წითელ აბს, ნეოს, აი ესეთი ოფერი გვაქვს ყოველთვის ყველა არჩევნებზე, რომ აი ლურჯი გინდა თუ წითელი. და უკიდურესი პოლარიზაცია არის ჩვენი საზოგადოების. გაიყო ორი ფლანგი და ერთი მეორეს ვერ იტანს. რეალობა რაც ახლა ჩვენ გვაქვს, აი ეს ლურჯი და წითელი აბი, ხო? და ეს აგრესია ერთმანეთის მიმართ არ არის ჩვენგან წამოსული ბუნებრივად. ნახეთ, ლურჯი მხარე ხედავს წითელში ყველაზე ხელით შერჩეულ კონკრეტულ ელემენტებს, რომლებიც მათში გამოიწვევდა აგრესიას და ამიტომ არიან ის ადამიანები აქ. შემთხვევით არ არიან ის ტიპები, ვინც ერთ მხარეს აღიზიანებს მეორე მხარეში. და პირიქით, წითელი მხარე სიმბოლური დამთხევა მართლა წითელსა და ლურჯს შორის. არაფერი შემთხვევითი არ არის და რაც დრო გავა და რაღაცებს ჩაურმოდებით, უფრო და უფრო მეტად მიხვდებით, რომ არაფერი არ არის შემთხვევითი და ის, რასაც ხედავს წითელი მხარე ლურჯ მხარეში, ხო, ზუსტად ის ხალხი პოზიციონირებს ერთ მხარესაც და მეორესაც, რომელიც ერთმანეთს ამ აგრესიას გასვლის. მაგრამ მოდი ხარ რეალურად თქვა, ეს ყველაფერი არ არის შემთხვევითი. ყველაფერი ეს იყო და არის მართული იმისთვის, რომ ჩვენ არ გავერთიანდეთ და არ შევდგეთ როგორც საზოგადოება და სახელმწიფო. ნახეთ და ძალიან მარტივ კითხვას დაგისვათ, ეს ისთვის, რომ გადაამოწმოთ ეს ასე არის თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი პროფესიონალი, ძალიან ბევრი მეგობარი, კოლეგა, ოჯახის წარმომადგენლები ნაცვლად შემდეგ, ხო? რომ დაასახელოთ ერთი იდეა საქართველოს ირგვლივ, რაც გაერთიანებთ ყველას. მიუხედავად თქვენი პოლიტიკური, მუსიკალური, სექსუალური, ყველანაირი ორიენტაციისა და გემოვნებისა, ძალიან გაგიჭირდებათ თქვათ ის ერთი იდეა, რაზეც თქვენი წრე თქვენი უახლოესი მეგობრები რომ აიღო, ხუთი ადამიანი ვისთანაც ყველაზე ხშირი კომუნიკაცია გაქვთ და დაწეროთ უბრალოდ ფურცელზე, რა არის ის მთავარი, რაზეც უნდა ვერთიანებოდეთ ქვეყანაში, საქართველოში, ვერ დაწერთ. ყველა სხვადასხვა და ეს არის ყველაზე კარგი მტკიცებულება იმისა, რასაც ვამბობ, რომ ჩვენ გავყვეს და ეს არ არის, მათ შორის არის პოლიტიკოსების მხრიდან გამბერებული. ჩავატაროთ ექსპერიმენტი? კარგი. აი აქ ვინც ვართ ჩვენი ოპერატორები, თქვენი თანამშრომელი, ჩავატაროთ დავწეროთ და ნახოთ, ტელეფონები გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. ან მე რატომღაც მაინც ამაზე მივდივარ რა. მაჩვენიება? აი ჩემი. მაგაზეც ვფიქრობდი. თავისუფლება, რელიგია. დაფიქსირდა შემდეგი პასუხები. რელიგია, თავისუფლება, ხო? რა იყო შენი?
ეკონომიკა, შენ? ენა, ქართული ჭამასმა. კი ბატონო, თუმცა მინდა აღვნიშნო ერთი დეტალი, რომ თავისუფლებას და ეკონომიკას მოვიაზრებდი მეც. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ბევრი ვართ. უზარმაზარი ისტორია გვაქვს და ძალიან ბევრი რამ დავამტკიცეთ და ბევრი ყველა ამ იდეისთვის ვიბრძოლეთ, ხო? ამის და მიუხედავად არ არსებობს ერთი იდეა, რომლის ირგვლივაც ჩვენ ყველა, ვისაც გვიყვარს ქვეყანა, ყველას კარგი იდეა გვაქვს, მაგრამ ერთი იდეა ისე ვერ ვერთიანდებით. რა გვინდა ახლა? ეს ალბათ პრიორიტეტებზეც არის, ვისთვის რა არის იმ ეტაპზე მნიშვნელოვანი? არა. იდეოლოგია ქვეყანაში იქმნება კონკრეტული სამუშაოებით. და ეს იდეოლოგია არ არის წარმოდგენას ყველაფერზე, იმიტომ რომ აი ჩვენ საუბრამდე ყოველთვის მეგონა რომ ურთიერთგაგების პრობლემა გქონდა სახელმწიფოში. არანაირად არ გვაქვს. ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, რითიც ვიკვლევთ ინფორმაციულად, არის წარმართული და ეს არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებული თემა. ამიტომ თქვენი აგრესია ვინმეზე, თქვენს მიმართ აგრესია რამეს ის არ არის შემთხვევით, მაგალითად, ჩვენი ცხოვრების უკვე გაიზარდა ეს მასშტაბი, მაგრამ ხო, დაახლოებით უკვე მე 5-ets საქმიანი ცხოვრების უკვე დაითვალოთ საათები, როგორც გაიზარდა ქალაქში გადაადგილების პრობლემა, ვატარებთ გზაში, აგრესიაში. მარტო გზაში ხო არა, ვეძებთ პარკინგის ადგილებს, ეს არის აგრესიას, ვეძებთ რაღაცა უბრალოდ ვცდილობთ რომ მივიდეთ დროზე და ყოველთვის გამოწვევა არის ეს. ხო, მერე გზაში გვიწევს პარკინგის ადგილზე ჩხუბი, და მანევრებზე ჩხუბი. ესეც წარმართულია. ეს ყველაფერი არ არის შემთხვევითი. და ხშირად ისინი ვინც ამას აკეთებენ, მათაც კი არ იციან. ძალიან კონსპირაციაში წავალთ, მაგრამ შემთხვევითი არ არის რაღაცეები. უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ბევრ აღვნიშნე კიდევაც რომ ბევრ შეკითხვას გადავუხვიეთ, თუმცა ისეთ საინტერესო მიმართულებებზე ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაყურებელს ძალიან დაინტერესებს და გულთან ახლოსაც მიიტანს. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ, პირობა აღებულია და საინტერესო თემებს მომდევნო გადაცემაშიც აუცილებლად შემოგთავაზებთ. პოზიტიური წარმატებული და მშვიდობიანი დროებით.